მეორე არკანს განსხვავებით პირველისაგან აქვს კავშირი სმენასთან, ფეხებთან, ქვედაკიდურებთან და მის ნერვულ დაბოლოებებთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ფეხები რა მდგომარეობაში გვექნება, რადგან გაციება რო ხდება, ტერფებზე ძალიან ბევრი ნერვული ცენტრია და ეს სიცივე აღმოსავლეთში ამბობენ ყველაზე ცუდი ენერგია ეს არის ცივი ცი, ანუ ცივი ეს ცი. თუ შეიჭრა იმის გამოდევნა არის ძალიან რთული, ურთულესია და მთელი ეს აღმოსავლური მედიცინა იმისკენაა რომ როდესაც იბადება ბავშვი, ცი არ შეიჭრას, მაშინ და სითბოში უნდა იყოს, ქრისტეს ტყუილა არ დაბადებულა, ხო? საბძელში სითბოა, ხო, ცხოველები გამოყოფენ. მოკლედ, მნიშვნელოვანი მომენტია რომ ტერფები იყოს მშრალი. თუ კი წინდები დასველ და ადასინისტიან და სასწრაფოდ გირჩევთ რომ გამოიცვალოთ. სიცივე მარტო გარე სიცივე არ არის. სიცივე შეიძლება ემოცია იყოს, სიცივე შეიძლება იყოს მოვლენა და მე რაღაცებს ახლა გაჩვენებთ როგორ შეიძლება მათი გაჯანსაღება კიდე. და რადგან ტერფებზე ბევრი ნერვული სისტემაა, ის პირდაპირ აისახება თავის ტვინზე და ცერათითი კიდე კავშირშია სმენის ნერვთან და ყურებზე. ამიტომ ვისაც ხშირად უცვლება ფეხები, შეიძლება პრობლემები ჰქონდეს ყურებზეც. რატომ ფეხები, ხო? არა მარტო ყურებზე. ეხლა გეტყვით, უყურეთ. ტერფებიდან იწყება სულ ცოტა 6 მერიდიანი. ანუ 3 იწყება და 3 მთავრდება. ამიტომ თუ რა მდგომარეობაში იქნება ტერფი და ტერფზე განლაგებულია მერიდიანებიდან ძალიან მნიშვნელოვანი წერტილები. ცერათითზე, მარტო ცერათითზე ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მერიდიანებია. ეს პასუხისმგებელია ღვიძლზე, კუნთებზე, საჭმლის მონელებაზე. ამიტომ თითის მდგომარეობაც კი მეტყველებს თუ რა მდგომარეობაში ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. თქვენ იცით, ხო, პოდაგრას ეძახიან ხალხში, მაგრამ ტერფის დიდი თითი რო დეფორმაციას განიცდის. ეს რა არის? ეს არის ძალიან ხშირად პოდაგრასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის კუნთების დისტონია. ამ კუნთებს კავშირი აქვს ორგანოსთან და რომელიღაც ორგანო გამოვიდა წყობილებიდან, ერთი დასუსტდა და მეორე ამის ფონზე გაძლიერდა და წაიღო თითი და ტერფი გახდა ესეთი დამახინჯებული. ანუ ეს მერე რაზე მეტყველებს, რომ ეს დამახინჯებული ტერფი უკვე საყრდენს უკვე ისე აღარ ასრულებს და მერე ჯაჭვური რეაქცია ირთვება ადაპტაციის. ეს აისახება მერე მენჯზე, ხერხემალზე და ხალხი კი მოდის პადაგრა მაქო, მაგრამ მე როდესაც ვსინჯავ, პადაგრა კი არა, იქ სხვა შინაგანი ორგანოების პრობლემებია.